მოიცა. ახლა საზღვარგარეთიდან რაღაც ძლიერი სასუქი ან თუნდაც პესტიციდი გამოიწერეთ ინტერნეტით? ერთი წამით შეჩერდით. შეიძლება ზუსტად ახლა სრულიად გაუაზრებლად ებმებით ისეთ საკანონმდებლო ხაფანში, საიდანაც უზარმაზარი ფინანსური ზარალის გარეშე უბრალოდ ვერ გამოხვალთ. მოკლედ, დღევანდელ განხილვაში სწორედ ამ საშიშ ამანათებზე მოგიყვებით და გაჩვენებთ, როგორ არ უნდა გავებათ მახეში. აი აქ შემოდის თამაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული ჩანაწერი. მუხლის 79 პრიმა 6. მე მას პირდაპირ ქიმიურ ხაფანგს ვეძახი. საქმე იმაშია, რომ თუ პესტიციდს ან ქიმიურ ნივთიერებას შესაბამისი წინასწარი იურიდიული პროცედურების გავლის გარეშე გამოიწერთ, საბაჟოზე ეგ ამანათი უბრალოდ კი არ გაჩერდება, არა, პირდაპირ დამანგრევალ სამართლებრივ შარში ამოყოფთ თავს. და იცით რა ფასი აქვს ამ ერთ პატარა გაუფრთხილებლობას? ზუსტად 1000 ლარი. კი, ნამდვილად არ მოგესმათ. ჯარიმა შეადგენს ზუსტად 1000 ლარს. ჩვენი დღევანდელი მიზანიც სწორედ ებ არის. გასწავლოთ, როგორ დაიტოვოთ ეს თანხა ჯიბეში. ამ მარტივი რეგულაციის არსის გაგება პირდაპირ ნიშნავს, რომ თავიდან აიცილებთ ამ სერიოზულ ფინანსურ დარტყმას. ასე რომ, ყურადღებით მოგვისმინეთ. დავიწყოთ პირველი საკითხვით. საერთოდ, რა არის ეს PIC პროცედურა? მაშასე, რა არის PIC? მარტივად რომ თქვათ, ეს არის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა. სახელმწიფოსგან მიღებული ოფიციალური მწვანე შუქი. როტერდამის კონვენცია და ჩვენი მთავრობის დადგენილება პირდაპირ გვავალდებულებს, რომ გარკვეული საშიში ქიმიკატების შემოწანამდე ეს ნებართვა უკვე უნდა გქონდეთ. ამის გარეშე საზღვარზე რამის გადმოწანამ სრულიად აბსოლუტურად კანონგარეშეა. იკითხავთ, რა შედის ამ სასიკვდილო სიაში? ეს მკაცრი კონტროლი ვრცელდება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე, კონკრეტულ პესტიციდებზე და იმ მასალებზე, რომლებიც როტერდამისა და სტოკჰოლმის კონვენციებში წერია. მთავრობის 263 დადგენილება ამას ძალიან მკაფიოდ არეგულირებს. თუ თქვენი შეკვეთა ამ სიაში მოხდა, საბაჟოს სისტემაში ეგრევე წითელი შუქი ინთება. გადავიდით მეორე ნაწილზე, მუხლის 79 პრიმა 6. თავად ქიმიური ხაფანგი. კანონის ტექსტი რომ ავიღოთ, პირდაპირ და ძალიან მკაცრად გვეუბნება, მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. წერტილი. მთავარი არსი ის არის, რომ აქ არავინ მოგისმენთ, იცოდით თუ არა ეს წესი. ვაიმე, არ ვიცოდი, აქ არ მუშაობს. დარღვევა ავტომატურად ყოველგვარი კომპრომისის გარეშე გიწერთ ამ ჯარიმას. მესამე ნაწილი. არსებობს თუ არა გამოსავალი. დიახ, გვაქვს 2 კილოგრამიანი ლაბორატორიული გამონაკლისი. აი აქ გვაქვს ძალიან საინტერესო პლოტ ტვისტი. ერთ მხარესაა ჩვეულებრივი კომერციული იმპორტი, რომელიც სრულად მოითხოვს ამ რთული PIPCP პროცედურის გავლას. მაგრამ მეორე მხარეს გვაქვს გამონაკლისი. თუ ნივთიერება მხოლოდ ლაბორატორიული ან სამეცნიერო მიზნით გინდათ და ერთ ჯერზე 2 კილოგრამზე ნაკლებია, მაშინ წესები გაცილებით მსუბუქია. თუმცა დაიხსომეთ, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კონტროლი ტოტალურია. მეოთხე ნაწილი, რატომ არის ეს თემა ახლა ასეთი აქტუალური, 2026 წლის მკაცრი კონტროლის გამო. დააკვირდით ამ ვადებს, ხალხო. ადმინისტრაციულ კოდექსში ისეთი ცვლილებებია ჩადებული, რომ 2026 წლის 1 მაისიდან პირდაპირ ვიდეო და ფოტოფირის მეშვეობით დაიწყება მკაცრი კონტროლი. პოლიციამ იქვე რომ ც არ გაგაჩეროთ, ჯარიმა მაინც მოგივათ. 2027 წლიდან კი დარღვევის აღმოჩენიდან 6 დღის განმავლობაში შეეძლებათ დაგაჯარიმონ. სახელმწიფო აღარ ხუმრობს, არ დაუშვებს, რომ ჩვენს ნიადაგსა და გარემოში უცნობი ნივთიერებები უკონტროლოდ მოხდეს. და მივედით მეხუთე, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილამდე. როგორ ავიცილოთ ეს ჯარიმა? მოკლედ, ავიღოთ საგზაო რუკა 263 დადგენილების მიხედვით. პირველი. უეჭველად დაგჭირდებათ წარმოშობის სერტიფიკატი. მეორე. ხარისხის სერტიფიკატები. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, ქიმიური ნივთიერების უსაფრთხოების მონაცემები. ანუ იგივე MSDS დოკუმენტი. და მეოთხე. პირადობისა და კონტრაქტების ასლები. თან კარგად გადაამოწმეთ იურიდიული დეტალები, რომ დოკუმენტაციაზე საავტორო უფლებები და კომერციული პირობები წესრიგში იყოს. სხვაგვარად ამ ნებართვას უბრალოდ ვერ მიიღებთ. მაგრამ რა ხდება თუ უკვე დააგვიანეთ და საბაჟოზე ტვირთის საშიში ნივთიერების მოტივით გაგიჩერეს? აი აქ დრო უკვე თქვენს წინააღმდეგ მუშაობს. ასეთ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ზოგ შემთხვევაში საქმე შეიძლება პირდაპირ საგამოძიებო ორგანოს გადაეცეს. ამიტომ სანამ უარეს შარში გაეხვევით, გამოცდილი ადვოკატი დაუყოვნებლივად დაგჭირდებათ, რომ პროცესი სისხლის სამართლის საქმეში არ გადაიზარდოს.
და ბოლოს, მინდა ერთი დამაფიქრებელი კითხვა დაგიტოვოთ. ხომ არ არის ზუსტად ახლა თქვენს ონლაინ კალათაში მოთავსებული ეგ უწყინარი ნივთის სინამდვილეში 1000 ლარიანი ხაფანგი, რომელიც უბრალოდ თქვენს კლიკს ელოდება. ასე რომ, სანამ ყიდვას დააჭერთ, ყოველთვის ორმაღად გადაამოწმეთ, რას იწერთ. აუცილებლად შეინახეთ ეს განხილვა, რომ ჯარიმას გადაურჩეთ და თუ ოდესმე მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, ექსპერტებს მიმართეთ და იმახსოვრეთ, ცოდნა თქვენი საუკეთესო ფარია. აბა, დროებით.